ამხელა ეს ორკესტრირებული ეს თქვენი საინფორმაციო პროპაგანდა, მთელი რუსთავი 2 პოსტივი ჩართეს, რუსთავისა იმედი ჩართეს, ეს ჩვენი ოცნების პარლამენტარებიც შეაწუხეს, განცხადებებს აკეთებინებენ. ეს შემთხვევით არ ხდება ეს ყველაფერი სინქრონულად, ორკესტრირებულად მიმდინარეობს და კი, მაგრამ თუ 1500 კაცი გამოვიდა კაცო, ამხელა რეზონანსი რისთვის? ხო 1500 კაცი ვარ, 1500 კაცი რას შეცვლის? რატომ იწუხებს? ამხელა რესურსებს რატო დებს ხელისუფლება? 1500 კაცზე როგორც თავად ამბობა. და რესურსები არის მაქსიმალური, რაც შესაძლებელია ყველაფერს. რაც კი რამე ბერკეტი აქვს. ყველაფერი არის გამოყენებული რა დონეზე და უკვე. ქვეყნის პირველი პირიდან დაწყებული. ტელევიზიები, დეპუტატები, მათ მიერ დაფინანსებული სხვადასხვა ექსპერტები, მთელი სოციალური ქსელები თუ კი რამე აქვთ რესურსი, ხო? ადმინისტრაციული რესურსია ხალხი ვისაც აკონტროლებს. ყველაფერი არის გამოყენებული და ჩართული ამ თემაში და ეგ გამოხატავს იმას მეგობრებო, ამ თემაში რეალურად რამხელა პირადი ინტერესია ამათთვის ეს ყველაფერი. ანუ მე საერთოდ მეცინება რაზე იცით? აი თავხედობის ისეთ მასშტაბს როცა ვიგებ, რომ ვიღაც ადამიანები, ვინც არაბებს, რომლებიც მილიარდებს იხდიან ხელი მოუწერეს, ქუჩაში გამოსულა და ჩვეულებრივ მოსახლეობაზე რომ იძახიან რომ ესენი გაყიდულები არიანო, აი ეგ ხო სატირალია, ჯერ მანდედან დავიწყოთ, ეგ ხო ისეთი თავხედობა, რომ მოდი გაყიდვაზე ლაპარაკს შენ დაანებე რა თავი რა, შენ არ მოაწერე 6.5 მილიარდს კაცო, შენ არ გაყიდე? გაყიდვაზე გააჩერდი რა, გაყიდვა მაინც არავის არ დააბრალო, სხვა რამე დააბრალე, მოდი გაყიდვას გაანებე რა თავი რა, გაყიდვას შენზე მეტი აქ ვერავინ ვერ დაერქმევა აქ, ხო? მარტივი თემაა, ეხლა არაბი ჩამოვიდა და მიყიდე, ხელი მოაწერე, ხო? და ეგეთ რაღაცას რო ვიგებთ, რომ ვიღაცა ადამიანები მაგდენად აი მართლა ის კაი გამოთქმა რა, ოქროს უნიტაზი რო აქ რა და ადგა და იქ ესენი გაყიდულები არიან ეს. კი. აი ასე აწერს რა, 6.5 მილიარდი კონტრაქტი გააფორმა და ასე მოაწერა და ესენი გაყიდულები არიან ხო. კარგი რა, ეხლა რაღაცა თავხედობას ხო საზღვარი აქვს ბოლო-ბოლო. გამყიდველი ხალხი ხართ რა. მოდი მაგას აღარ უნდა ეხლა კამათი, რაც ფაქტია, გამყიდველები აქ თქვენ ხართ. მარტივი თემაა, ქალაქები შენდება, არაბები უნდა ჩამოსახლდეს. რა თქმა უნდა, არ უნდა ხალხს, აბა რატო უნდა უნდოდეს? გიჟი ხო არ არის ვიღაცას ეგ რო უხაროდეს. ხო და ვისაც უხარია, იმას რატო უხარია? იმიტომ რომ ფულს იღებს და მაგიტო უხარია, ახლა რა თუნდა ელემენტარულია, ხო? და ეს პროცესი, მეგობრებო, რომ გაამართლო, ჩართულია მთელი აპარატი, სახელმწიფო აპარატი გადართულია ამის გამართლებაზე. ქვეყნის პირველი პირი რეკლამაში იღებს მონაწილეობას, იმ იგლ ჰილსის სარეკლამო სააგენტოში იღებს მონაწილეობას.